საღამო მშვიდობის მოკლედ უცებ გაჩვენებთ რა ვიყიდე და მე უნდა გავაკეთო ჩიჟი ბიჟი ძალიან ცოტა ოღონდ ხო მოკლედ ხახუ ვიყიდე 2 ცალი რეალურად 2 ცალი არც დამჭირდება მაგრამ მაინც გამოუწია ამას 62 თეთრი 60 თეთრის ხახვი ეს მაიონეზი ვიყიდე აქციაში იყო პური დაჭრილი პომიდორი 5 ცალი 2 ლარი და 10 თეთრის არის პომიდორი ცოტა გაიაფებულა ცოტა კი არა არ ვიცი ხალხო ანუ სეზონია ხილის ბოსტნეულის სეზონია და მაინც ცეცხლის ფასები უკიდია ხილსაც და ბოსტნეულსაც და წარმოიდგინეთ ზამთარში რა ეღირება პომიდორი ნუ ეხა რა შედარება 2 ცალს რო იყიდიდი ერთი თვის წინ 5 ლარის იყო და ეხა 5 ცალი არის 5 ლარის მაგრამ 5 ცალი არის 2 ლარის 2 და 10-ის მაგრამ მაინც სვირია რა და ლუდი ვიყიდე ესტაველა ამდენი ხანი აღარ დამილევია მაგრამ რატომღაც მომინდა ეხლა და საჭმელს რო გავაკეთებ თან დავაყოლებ ლუდს ხო ეს იყო 9 ლარის და რაღაც ზუსტად არ მახსოვს რამდენი მითხრა სპარი ძალიან ძვირიანი მაღაზია ანუ მართალია მე სპარში ვმუშაობ მაგრამ მაინც ძვირიანია რა ყველაზე იაფიანი მაღაზია არის ორინაბიჯი და ორინაბიჯი ჩემთან 11-ზე იკეტება და ლიბრე 24 საათიანი ლიბრეა მაგრამ გადაბარება აქვს ყოველღამე დაკეტილია ეგეც რამდენი ხანია უკვე ლიბრეს კიდე არა უშავს სპართან შედარებით სპარი რა ვქნა ეხა მართლა ძვირიანი მაღაზიაა იმიტომ რომ კი ძალიან ბევრი აქციები გვაქვს ხოლმე და კაი აქციებიც გვაქვს მაგრამ აი ხალხი რო ყიდულობს ხოლმე 100 ლარის 200 ლარის რაღაცას რო უტარებ გაშტერებული ვიყურები რომ მეთქი რა წაიღო ეგრე ვარ მეც რავი რამეს რო ყიდულობ ფული ხარჯება და რა ვიყიდე აზზე არა ვარ ეხა არ ვყიდულობ პროდუქტს არაფერს ისეც იმიტომ რომ ისედაც გავსებულია მაცივარი და რა ქვია თან გადავდივართ რა ვიცი გადავდივართ არ გადავდივართ ვეღარ გავიგე 400 ლარად ვნახებინა ვნახეთ უпростоრეთ მარკეტილში მართალია ძალიან შორსაა და თან კიდე მეტრო დაკეტილია და მე 11-ზე ვამთავრებ მუშაობას და არ ვიცი რამდენად მივასწრებ ხოლმე სამსახურიდან გამოვდივარ ეხლა 12-ის 10 წუთზე 12-ის 20 წუთზე გააჩნია რავი სალაროს როგორც ჩავთვლი ხალხი როგორ იქნება მუშაობა როგორი იქნება საქმე რამდენი იქნება ხან ადრე გამოვდივარ ხან გვიან გამოვდივარ და მაგას ფიქრობ რომ რავი რა რამდენად მოვასწრებ ვარკეთილში წასვლა-მოსვლას ეხლა მეტრო რო იყოს კი რა თქმა უნდა მივუსწრებ მაგრამ სამგორში უნდა სამგორის მეტროში უნდა ავიდე სამგორის მეტროსთან თუ მეტროდან ძალიან დაღლილი ვარ და დაღლილი რო ვარ კი იცით რომ ძლივს ბოდიალობ რაღაცებს და ეს სამგორის მეტროდან დადის ავტობუსი სამგორი ვარკეთილი სამგორი რავი სანამ მეტრო დაკეტილი ალბათ ეხლა დანიშნეს მანამდე თუ დადიოდა არ ვიცი ხო და ისა 12-მდე იქნება ალბათ ავტობუსი ეგრე არა ავტობუსები და მეტრო 12-მდე მუშაობს და რამდენად მოვასწრებ ხა სამედიცინოს უნივერსიტეტიდან 12-ის 20 წუთზე გამოსული რამდენად მოვასწრებ ვარკეთილში კი არა და სამგორში ავტობუსს რამდენად მივუსწრებ ვინ იცის ავტობუსს თუ მივუსწარი მერე კიდე არა უშავს მაგრამ რა ვიცი ცოტა ხანი გავიჭირვებ თქო ვფიქრობ იმიტომ რომ 400 ლარიანი მშვენიერი ბინა თან კარგი დიდი ფართია ეხა როგორც ეს ბინაა მოწყობილი და როგორი ავეჯიც აქ არის ისეთი სასწაული კაფელმეტლახით არა მოწყობილი მით უმეტეს აბანო ტუალეტი ეგეთი არ არის როგორიც აქ მაგრამ 400 ლარად რავი მარტო ფართის გამო ღირს იმიტომ რომ 5 საწოლი დგას ანუ 1-2 საწოლიანია 1 მდივანია 2 ლოგინი კიდე 2 მდივანი სამზარეულოში დგას დიდი მაცივარი დგას
სამზარეულოში არის შიგნით რა ქვია ხელსაბანი კრანი მოკლედ მშვენივრად მომეწონა რა ეგდინა და თან მე პატრონი შეგვპირდა რომ დაწყებული მაქვს უკვე მასალის ყიდვაო და ალბანოსაც გაგიკეთებთო ხო და 400 ლარად ძალიან კაი ბინაა მართლა და რა ვიცი რამდენი ხანია უკვე წესივრად აღარ მძინავს ნუ არეული მაქვს უკვე დღე და ღამე ძალიან დიდი ხანია ზოგადად მაქსიმუმ 2-ზე მძინავდა უკვე იმიტომ რომ 12-მდე სახში ვერ მოვდივარ და 12-ზე ამოსუნ თქვა ხო მინდა საჭმელი ჭამა რაღაცა დაბანა მოწესრიგება და მინიმუმ პირველზე მაქსიმუმ 2-ზე მძინავდა რა ნუ პირველზე ვიწექი მაინც თუ არ მეძინა ხო და ეხლა კაი ხანია უკვე იქ ჩემი ძმაკაცი ჩამოვიდა იქ ჩემი ნათისავი ჩამოვიდა ესა PlayStation-ს თამაშობდით რაღაცა ხანდახან სუფრას გავშლიდით დავლევდით და 5 საათამდე გამთენიამდე არ მეძინა მოკლედ კაი ხანი და ეგ ძილის გრაფიკის არევა ძალიან რთული ამბავია რა მარტივად გერევა გრაფიკი და რავი მოკლედ არეული ვარ და ეხა ეს 2 დღეა უკვე დილას მაინც ვერ ვიღვიძებ რაც არ უნდა ის ვიყო რა ქვია ანუ დაღლილი რო ვარ რაც არ უნდა ადრე დავწვე მაინც გვიანობამდე ვკოტრიალობ ლოგინში რომ კარგად გამოვიძინო და ზუსტად სამსახურამდე 1 საათით ადრე ვდგები რომ ჩაცმა მოვასწრო მოწესრიგება მიკროფონი დაჯდა და მეორე გავიკეთე იმედია იწერდა საერთოდ ხმას ხო და იმას ვამბობდი რომ ისედაც რაც არ უნდა ის ვიყო რა ქვია დასვენებული კი არა და რაც არ უნდა ადრე დავიძინო მაინც ძილი არასდროს არ მყოფნის და კოტრიალს უნდები რა სამსახურში წასვლამდე 1 საათით ადრე ვიღვიძებ რომ ჩაცმა მოვასწრო მოწესრიგება ყავის დალევა და გავიქცე ეგრევე სამსახურში და ასე რომ მერჩვენა რომ რადგან გადასვლა დავაპირეთ მეთქი ძალიან ყირა იყო სახში ტანსაცმელები დასარეცხებით ძალიან ბევრი მქონდა ეხლაც არ დამიმთავრებია სარეცხის რეცხვა ისა რა ქვია ტანსაცმელები დასაკეცი ესა ზამთრის ზაფხულის გადასარჩევი და მერჩვენა რომ ღამე დამელაგებია და 2 დღეა გუშინ წინ ჩემხელა ჭიქით ყავა დავლიე და დავიწყე სახლის დალაგება ტანსაცმლის დალაგება მოვასწარი გუშინ კიდე ისა ჭურჭლის დალაგება მოვასწარი დავრეცხე დავხეხე ყველაფერი შევალაგე გადავახარისხე და რავი რა პოლი მოვხვეტე მოუწმინდე და დღეს კი ვარ ისა რა ქვია დასვენებული მიხარია დალაგებულ სახლს ვხედავ ხო და რავი რა გადასვლას გეგმავთ მოკლედ და რა იქნება არ ვიცი მე მირჩევნია რომ ბარემ გავჩერდე და იტალიიდან რო ჩამოვალ მერე დასვენებულზე გადავიდე იქეთ ბინაში თან დროც გავა და მეტროც შეიძლება გაიხსნას მაგრამ მე მგონი კიდე გადაწიეს დრო და სექტემბრამდე თუ ოქტომბრამდე არ გაიხსნება მეტრო და არ ვიცი ცოტა ხანი უნდა გავიჭირო სიარულის მხრივ ხო და მოკლედ ესეთ სიტუაცია წავედი ახლა შორტს ჩავიცმევ თორე ამ სისქე ჯინსში ცოტა ამოსუნ თქვა გჭირდება და დავიწყებ ჩიჟიბიჟის მომზადებას დიდად მშია თქო და საჭმელი მინდა თქო რომ გითხრათ მოგატყუებთ მაგრამ უცებ გავაკეთებ რა რატომღაც მომიარა თავში რომ ბაჩო ჩიჟიბიჟი გააკეთე უცებო და ვიყიდე რაღაცეები და გავაკეთებ ჩიჟიბიჟის მაიონეზი არ ჭირდება მაგრამ მე მიყვარს მაიონეზის და არაჟანის მოყვარული ვარ რა ყველაფერში ვუკეთებ და მაიონეზი ვიყიდე რომ ჩიჟიბიჟისაც გავურიო აჰა ესეც ასე მოვითქვი სული შორტები ჩავიცვი ცივი წყალი გადავივლე და ეხლა დავიწყო ჩიჟიბიჟის გაკეთება ნუ მაინც ძალიან ცხელა იმიტომ რომ ისა რა ქვია რავი რა ძალიან დახუთული ჰაერია ფარდა გადაწეული მაქვს იმ სისქე ფარდა და აბა რა იქნებაო ფიქრობდით ეხა შეიძლება მაგრამ მეორე ფარდა ესა მაქვს ძალიან არ მიყვარს და არ მომწონს როცა აი თუნდაც ძველებურ სახლებში რო ისა რა ქვია ძალიან გზის პირას როა ფანჯრები და ყველა გამოვლელი რო გიყურებს ნუ ეგრე არ არის აქ მაგრამ მაინც
მაინც ყოველთვის ვირჩევნია რომ ფარდა გადაწეული მქონდეს. ხო და აქეთ ვენტილატორი მაქვს ჩართული, ვენტილატორი. და მაინც ძალიან ცხელა რა. აჰა, მშვენიერი ტაფა მოჩანს. საწეული აქვს ბოლომდე. ეს რომელი ჯობია? კიდე ეს ჯობია. აგაჭრელეთ მე რა ვქნა. კარადას არც ვაღებ ისე გამომაქვს ესა. ზეთი. იმიტომ რომ სამხარე შუშა არა აქვს. ესე იგი დღეს იყო ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი. დაიმე წერეთლის მეტროში არასდროს 2-3 კაცზე მეტი არ ამოდიოდა და არ ჩადიოდა წერეთლის მეტროში. ეხლა დღეს ხო მოვდიოდი სამედიცინოს მეტროდან სამსახურიდან და აი დღეს თან ნაუშნიკები მეკეთა მეტროში და რო შემოცვივდა ხალხი რა ხდებოდა ვერ გავიგე. მერე გამახსენდა რომ ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი იყო და ვიფიქრე რომ ალბათ სტადიონთან უფრო ახლოს ის არის ხო რა წერეთლის მეტრო. მე ხა ზუსტად არ ვიცი წერეთლის მეტროდან არასდროს არ ავსულ ვარ და არ ჩამოვსულ ვარ. მაგრამ წესით სტადიონთან უფრო ახლოს წერეთლის მეტროა. ესე იგი ხალხს აი სახეზე ეთყობოდათ უკვე როგორი დადებითი ემოციების გაწურთულები ბრუნდებოდნენ უკან. ყველა იღიმოდა, ყველა ბედნიერი იყო და მე ამ დროს სამსახურიდან დაღლილი მოვდივარ. მაგრამ არა უშავს. დიდად ტიმბერლეიკის მუსიკებში ვერ ყვეოდი კარგად. ხო და შესაბამისად რა ვიცი კონცერტზეც არ ყოფილ ვარ. თორე ეხა მაგალითად ჩემთვის საყვარელი მომღერალი რო ჩამოიყვანონ რა ვიცი ძალიან თუ მიყვარს 200 ლარს კი არა 500 ლარსაც გადავიხდი იმაში ბილეთში. ერთი ტომატი ვნახოთ უმაკ არ ვიყიდე იმიტომ რომ ერთი გაკეთების გამო ვერ ვიყიდიდი ეხა იმას 4 ლარიან ტომატს აქციაში იყო მაგრამ ერთი გაკეთების გამო 4 ლარიან ტომატს ნამდვილად არ ვიყიდიდი. მაცივარში მქონია ტომატი ოღონდ როგორ არის იცით მაღლა არის პატარა საყინულე რა თვითონ ეს თარო იმაშვება იყინება ამ სისქე ყინული აქვს ხალხო მოკიდებული წყალს რო ჩადებთ ბოთლით 2 დღე უნდა გაყინვას და აი მაგ თაროს დაბლა ჩვეულებრივ ქვედა თაროზე რამეს რო დავალაგებ ყველაფერს ყინავს ანუ ეს რო პატარა მაცივარია ძალიან ისე არა გაკეთებული საყინულე ძალიან ცუდად და ტომატიც ეგრე არის გაყინული ამიტომ მარტო პომიდორით გავაკეთებ ეგ არა უშავს ეგ არ არის ჩემთვის პრობლემა ოღონდ კამერას ცოტას მაღლა ავწევ რომ მეც გამოუჩნდე რა აი ესე რა ვიცი მეტი უკან ვერსად ვერ დავდგო კამერას ხო და ესე რავი ასე თუ ისე მოვჩანვარ მაინც ნახევრად თავი არ მიჩანს მაგრამ მაინც ამ ტელეფონის ხმის ჩაწერა არ მომწონს. მიკროფონი იმიტომ მიკეთია, ვინც ესეც როდის დაჯდება, იმიტომ რომ რამდენი ხანი არ დამიტენია. მაგრამ მიკროფონი იმიტომ მიკეთია, რომ ძალიან არ მომწონს ამ ტელეფონის ხმის ჩაწერა. ძალიან დაბალ ხმაზე იწერს თან ხმას. და რა ვიცი, მე CapCut-დან 300-ზე კი არა 500-ზე უწევ ხოლმე ხმას. და მერჩივნა რომ მიკროფონი იმას მექნა. აი მე ესეთი კომენტარი დამიწერეს ხალხო, რამდენიერი სუნელები მაქვს ნახეთ. ერთ-ერთმა ჩემმა მაყურებელმა დამიწერა ესეთი კომენტარი, რომ რა ვიცი, დღევანდელი ახალგაზრდობის არ მისმისო რა, კაცები კაცურად უნდა ლაპარაკობდეთო რა, ბოხი ხმითო და ესაო რა ქვია, თქვენო იწვრილებთო ხმასო და ინაზებითო და რატო ქსიამოვნებთო ხმის დაწვრილებაო და რაღაცა და
ნუ მაგას ცალკე ვიდეოში მინდა გავცე კომენტარი მოვიცლი მერე. მაგრამ რა ვიცი, როგორც ვლაპარაკობ, ისე ვლაპარაკობ. საერთოდ არ ვცდილობ, რომ ხმა დავიწვრილო და რაღაცა. ჯერ ეს ერთი. და მერე მეორე კიდე ბოხი ხმით საუბარი არ ნიშნავს მარტო კაცობას. კაცობა ნიშნავს ადამიანობას, როგორი გული გაქვს, როგორი ცხოვრებით ცხოვრობ და რამდენად ადამიანი ხარ, რამდენად იცი გვერდში დგომა, რამდენად არ გშურს სხვისი და ასე შემდეგ რა. ხო და მარტო ის რომ არ ვიცი ახლა ვის შემადარა, ან რატო შემადარა საერთოდ სხვას. ზოგადად არ მიყვარს მე არავის შედარება, ესე ვთქვათ. აი მშობლებმა იციან ხოლმე რა ბავშვობაში, რომ ის კარგად სწავლობს და აი ნახე ის როგორ კარგად სწავლობს და შენ საერთოდ ვერ სწავლობ და ნუ ეგეთი ბავშვებიც არ მქონია მე. იმიტომ რომ რა ვიცი, ისეთი კარგი მშობლები მყავს, რომ ზედმეტს არაფერს არ მაძალებდნენ. თუმცა ძალიან ცუდია ეგ რა, რომ ვიღაცას ადარებდე. რატო უნდა ფიქრობდე მშობელი, რომ შენი შვილი უნდა იყოს ვიღაცისნაირი. მაგალითად იმისნაირი, ხო? არ უნდა ფიქრობდე ეგრე არანაირად, ხო და მე ვარ ის ვინც ვარ, ისეთი როგორიც ვარ და ჯერ ეს ერთი მიკროფონი რა თქმა უნდა სხვანაირად იწერს ხმას. მაგრამ ეგრა შუაში ანუ როგორი ხმაც მაქვს, ისეთი ხმა მაქვს. ხარჩოსუნელი. ხო და საერთოდ არ ვცდილობ ხმის დაწვრილებას და რამე მასეც და მაგაში არ გამოიხატება მაგით არც კაცობა და არც ადამიანობა. ასე რომ დამიწყნარდით. სანამ ბლოგს აირწყავდეთ. იმიტომ რომ არაერთი არ არის პირველი კომენტარი თქვენგან, რომელიც არ ამოსაწონია. პირველი კომენტარი ნამდვილად არ არის. ხო და რა ვიცი აბა. ნუ ზოგ-ზოგი ერთებს არ გაუჭირდებათ, ეხლა დაბლოკავ ახალ აკაუნტს გააკეთებენ და მაინც შემოვლენ, მაინც გაგლანცავენ, მაგრამ მაგარი არ მაინტერესებს რა. მე რაღაც პასუხი გამცა, რომ ამ ხელა საზოგადოებაში, რომ ანუ სოციალურ ქსელში რომ მოღვაწეობო და რაღაცაო ხალხის აზრს უნდა ითვალისწინებდეო, ისაო წეღან მომივიდა კომენტარი. მაგრამ მე მაგარი არ მაინტერესებს ეგეთი ხალხის აზრი. ანუ ეგეთ კომენტარებს დაწერენ, დაიბლოკებიან ეგრევე. და ძალიან მოვხრუკე ხახვი ამ ლაპარაკში. მაგრამ არაუშავს. აქ პომიდორი ის ქენი რა ქვია, გავთალე. კანი გავათალე, დავჭერი. ამას იქეთ როცავდებ, რატოვდებ, როცა გასარეცხია. და ეს ქენი. საკმაოდ წვნიანი პომიდორი აღმოჩნდა. ბევრი არ გამოვიდა. 3 ცალი დავჭერი. ბევრი ისედაც არ მინდოდა რა. ცოტა თბილ წყალს დავამატებ. ცხელა. აქ რო გამწოვი ეყენოს ძალიან კაი იქნებოდა. მაგრამ სად არის ნაქირავებ ბინაში გამწოვი და კაი ცხოვრება. ჩიჟიბიჟი ბოლოს როდის გავაკეთე არ მახსოვს. ანუ ძალიან მიყვარს საჭმელების კეთება, მაგრამ ჩიჟიბიჟის კეთებაში ვერ ყვევით ხო რო გითხრათ მოგატყუებთ. ან დედა ჩემი აკეთებდა, ან მამა ჩემი, ნუ შიგადაშიგ ჩემი ძმაც. მაგრამ მე რავი, არასდროს არ გამიკეთებია მე მგონი. რატომღაც არ მახსოვს, რომ ჩიჟიბიჟი გამეკეთებინოს. შავპირტისას დავუმატე. სვანური მარილი, დაფქული ქინძი, ხარჩოსუნელი და შავი პილპილი. ეს სუნელები გამოვიყენე. და
დაიწყო დუღილი. ეხლა ეს პამიდორი მოიხარშება, დარბილდება და მერე დავამატებ კვერცხს. ზოგადად ვფიქრობ, რომ ეს არ აქვია. აუ, ვაფშე არ ჩანვა. კბილებზე რომ აქვს პრობლემა. ეს დაბლა ჩამოდის, არ არის კაი დაჭერილი. ვარდება დაბლა. ეხლა ეს ძალიან მაღალი. ხო, კბილებზე რომ აქვს პრობლემა და ბრეკეტები რომ ესაჭიროება, მაგასაც ვაბრალებ, რომ თითქოს და რაღაცნაირად ჩლიფინი მეწყება, რაც უფრო დრო გადის. ხო და ბრეკეტებიც აუცილებლად უნდა ჩავისვა რა. იტალიიდან რო ჩამოვალ, ნელ-ნელა დავიწყებ ყველაფერს თავის მოვლას და ნელ-ნელა მოვუფრთხილდები საკუთარ თავს. ეს კვერცხიც თუ არაა გაყინული, ყველაფერს მიყინავს საჭმელს, რაც დაბლა მიდევს და მაღლა საყინულეში რაც მიდევს, ყინულსაც ვერ აკეთებს წესიურად. გადავჭით. გაყინული არაა, მაგრამ კაი ცივი ყია. всё. ორი ცალი ეყოფა, რა ვიცი, მეტი რაც მინდა. ცარიელა კვერცხიც არ მინდა რომ იყოს. ხო და ესე ერთი სული მაქვს ხალხო, როდის წავალ იტალიაში, ძალიან ერთი სული მაქვს. რაღა დარჩა, მაგრამ მაინც ისეთ კარგ ვიდეოებს გადავიღებ და ისეთი კარგი დასვენება გველოდება წინ. თავარია ღმერთისნებით ყველაფერი კარგად იყოს და ყველა კარგად იყოს. ძალიან წამოდუხდა ეხლა ეს. ესეთი ამბებია. დღეს მაინც მინდა რომ ცოტა ადრე დავიძინო. თორე ძალიან ავირიე. და ხელს მიშლის ვაფშე ყველაფერში. სახში არ ვაკეთებ ხოლმე არასდროს საჭმელს. მაგრამ ამ ბოლო დროს გამოვასწორე რა, კვებაც გამოვასწორე. იოგურტი, მოჭიქული ყველი, ხილი, ბოსტნეული, ეგეთ რაღაცებს მივირთმევ და რა ვიცი. მალევე ბევრად უფრო უკეთ ვიგრძენი თავი, ვიდრე მანამდე. ამზარეულია. ცოტა უნდა გადავერთო ჩემი საოცნებო პროფესიებისკენ. მაგალითად უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების შესწავლა, სამსახურსაც შეეხება სამზარეულოში მუშაობა, ესე ვთქვათ. ეგ იქნება იდეალური. ფიქრობ რატომღაც, რომ თუ ვიმუშავებ სამზარეულოში, დროც მალე გავა და მუშაობაც, ესე ვთქვათ, სასიამოვნო იქნება ჩემთვის. იმიტომ რომ ზარეულობა მინდა ძალიან და ბიზნესის ადმინისტრირება მინდა, იმიტომ რომ საკუთარი კაფე მინდა ძალიან. ჩემი ოცნება საკუთარი კაფის გახსნა. ღმერთისნებით ჯერ ადამ წამს, რომ ისე არ წავალ ამ ქვეყნიდან, რომ ამ ოცნებას არ ავიხდენ და თუნდაც ელემენტარული არ ვცდი მაინც. სულ რო არ გამოვიდეს, ცდაბედის მონახევრია და რომც არ გამოვიდეს, მაინც ვცდი.
აი ეს რა დამემართა იცით? აისა ამით მოვადუღე ყავა. ჩავტოვე რკინის კოვზი. რო ურევდი რკინის კოვზი ჩავტოვე და მერე გავედი აღარც მე მიქცევია ყურადღება და რომ მოვედი რო ამოვიდა ყავა. აუ რა გემრიელი წვენი აქ. ძალიან კაია. ყავა რო ამოვიდა, აი ხო შევხედე და ხო მოვტვინე რომ ეხა მეთქი ეს კოვზი ცხელი იქნება. მარა აი რატომღაც კილოთი რო ავიღე მადუღარა ჩამოსხმის პროცესში უცებ მომიარა თავში აზრმა რომ ბაჩო ეს კოვზი ამოიღე ხელს შეგიშლისო რა და რომ მოვკიდე ეს ორი თითი ამ კოვს ლამის მიიკრა ხელი კოვსმა ისეთი ცხელი იყო აი აქ დამეწვა ეს ძალიან მეტკინა მარა დიდად ეხლა უკვე აღარ მტკივა რა იმდენად ჩავასხათ ეხლა კვერცხი თან მოვურიოთ ზოგი მთლიან კვერცხს ასხავს მაგრამ მე ეგრე რავი ფიქრობ რომ არ მომეწონება დიდად მთლიანი კვერცხით ჩიჟიბიჟი სხვათა შორის არ მიყვარდა ბავშვობაში მიყვარდა თქო რო გითხრათ მოგატყუებთ ჩემი მეგობარია ბავშვობის მეგობარი ეხა საბერძნეთშია და მამამის ყოველთვის აკეთებდა ჩიჟიბიჟის იმდენად მოწონდა სოფლის პომიდრის წვენით ბებოს გაკეთებული პომიდრის წვენით აკეთებდა ხოლმე მამიკოს ჩიჟიბიჟის ძალიან კვერცხად იქცა მარა არა უშავს ეგეთი უნდა იყოს всё ეგ არის ეხა შევჭამ ჭურჭელი რაც მოგროვდება დავრეცხავ უცებ მერე ესე შეგრილდება რაც დარჩება მაცივარში შევინახო და დავწვევი დავიძინე თუ დამეძინა 5 საათამდე ძალიან ავირია ხვალ მინდა არა და გასვლა რავი რა სანამ სამსახურში წავალ სადმე მინდა გასვლა რომ რაღაცები ვიყიდო დედაჩემი მეჩხუბება ტანსაცმელი არ იყიდო აქ გახვედრებო ყველაფერს შორტიკი მაიკა პირსახოცი ისა რაც სამჭირდება ყველაფერს აქ გახვედრებო და არაფერი არ წამოიღო ერთადერთი ქართული სუნელები უნდა წაუყო დედაჩემს ხო და აი ეს თუ დამასპონსორებს ძალიან კარგს იზავს იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ოჯახური სუნელები მაგრამ მე ვინ დამასპონსორებს აბა პირდაპირ იტალიაში აღმოჩნდებოდა ჩემს საყვარელ დედიკოსთან თქვენი სუნელები მაგრამ სად არის აბა გამზადდა ეხლა ნახეთ რა ხმები იქნება გაგიმარტეთ აბა ხალხო გამწელობას ბედნიერებას და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ ზოგადად ლუდით სადღე გრძელოების თქმა მე არ გამიგია და ლოთივით ჩამოვდექი სახში და მარტო ვსვა მაგრამ რატომღაც მომინდა არ ვიცი თურმე მართლა ძალიან მომდომებია იმიტომ რომ ძალიან გემრიელია ალკოჰოლი არ მიყვარს თქო რო გითხრათ მოგატყუებთ მაგრამ ეგრე ლოთიც არა ვარ რომ მარტო ვსვავდე მაგრამ ეხლა რომ რატომღაც მომინდა წვენის ყიდვა მინდოდა მეთქი საჭმელს მივაყოლებ თქო მაგრამ ლუდი რო დავინახე მეთქი ლუდი მინდა თქო
ნახეთ როგორ ჩასქელდა. ერთი ცალი კვერცხიც რომ მექნა მარტო საკმარისი იქნებოდა, მაგრამ არა უშავს, ძალიან გემრიელი წვენი აქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან გემრიელი იქნება. წავედი ახლა აბა დროებით შევჭამ, დავალაგებ და დავიძინებ, დავისვენებ. აბა თქვენ იცით არხის გამოწერა და დალაიქება არ დაგავიწყდით. და ძალიან თუ ვინაზები და ძალიან ხალის ხმა თუ მაქვს, ეგეც დამიწერეთ კომენტარებში. აბა დროებით.